მოგესალმებით. ეთერშია BMG Auto Show ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში ნახავთ. ჩინური ელექტროსატვირთო სანი, რომლის დიზაინიც ლეგენდარული იტალიური დიზაინის სახლის პინინფარინას მიერაა შექმნილი. ვეიმარკის დამფუძნებელი საბა ქუნთელია ისაუბრებს სანის ელექტროსატვირთოების უპირატესობებზე. გაწევს თუ არა სათამაშო მანქანა, რომელიც 8 ცხენის ძალას გამოიმუშავებს ნამდვილ 1350 კილოგრამიან ავტომობილს. გიორგი დანელიამ კახა კვირიკაშვილს უმასპინძლა. როგორ შეიქმნა ქართული დრიფტი? ქართული დრიფტის ისტორია BMG Auto Show-ში. სტუმრად გვეყოლება გიგი ტუღუში. მიმოიხილავთ დრიფტის და დრაგის 2025 წლის სეზონს. სანამ თავარ სიუჟეტებზე გადავალთ, მოვამზადეთ ახალი ამბები, რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში. ძალიან საინტერესო სიახლეები გველისწინ. Honda იძახის, რომ ელექტროავტომობილები უნდა გადავიდეთო და შიდა წინზრავენები უნდა ამოვიღოთო და რაღაცა. ძალიან მეწყინა. მე მგონი მე და შენ ბრენდ შევიცვლით გულში. აი მეც მაგაზე ვფიქრობდი, რომ ანუ Honda-სგან ამას მართლა არ მოველოდებოდი, ცოტა მეწყინა, მაგრამ ნუ როგორც ხდება ხოლმე, დღესდღეობით ძალიან ბევრი ავტომწარმოებელი უკვე გადადის. არა, ნაწილობრივ გადადიან. ესენი იძახიან, რომ სრულად უნდა გადავიდეთო. ჩინეთის ბაზარზე ვერ გავყიდეთო, საკმარისი ავტომობილები ნაკლები მოგება გქონდაო და ანუ ფულის გამო აპირებენ, რომ შეცვალონ ფლიანი სტრატეგია. შენ წარმოგედგინა, როდესმე რომ BMW M5 ახალი ჰიბრიდი იქნებოდა? მე ვერ წარმომედგინე. და ძალიან წყინს, რომ სპორტული ავტომობილები რაღაცა გადადიან ელექტრომიმართულებით. მე მგონი რაღაც ხაზი უნდა დატოვონ სპორტული მიმართულება და ეს სპორტული მიმართულება უნდა იყოს შიდაწვის ძრავებზე, ჩემი აზრით, ანუ ვისაც უნდა იმ ელექტროავტომობილს, საკმაოდ დიდი არჩევანი არის უკვე დღესდღეობით. ხო, ანუ საკმაოდ დიდი არჩევანია უკვე დღესდღეობით ბაზარზე, მით უმეტეს, ნუ ჩინელებზე საუბარი აღარა მაქვს. გაფრინდნენ და უკვე გაასწრეს ყველას, მე მგონი, ისეთ რაღაცებს აკეთებენ და ანუ ელექტრონულად უკვე იმდენად მაგრად გაერკვნენ და იმდენად ჩქარ-ჩქარა და ამუღამეს თან ყველაფერს რო თავი დავანებოთ ამ მანქანების აწყობა რომ აი არ ვიცი. მე მაგ ძალიან მაგარი ინფორმაცია რომ აი მაგალითისთვის ვიტყვი რა, აი Hyundai Elantra გამოდის, ხო, ღირს პირობითად $40000 და ჩინელები აწყობენ იგივე კოპიას ზუსტად და იყიდიან ადგილზე $12000. ანუ ყველაფერი, ანუ ვიზუალი ინტერიერი ზუსტად ერთ და იგივე, ნუ რა თქმა უნდა, აწყობის ხარისხი და ნაწილების ხარისხი. ნუ ყავთ კარგი ბრენდები, ისეთი ბრენდები Tesla-ს გაასწრო ხა BYD მაგაყიდვებში და ხო, მაგაზე ხელი აგვიწევია. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გული გტკივა ცოტა, რომ ნელ-ნელა გადავდივართ ელექტრომიმართულებისკენ. მაგრამ ნუ ისიც ვთქვათ, რომ რაღაც კუთხით ელექტროავტომობილები კარგია. კი, რა თქმა უნდა, ეკოლოგია, ნაკლები ხარჯი გაქვს, ნაკლები ცვეთა გაქვს. მაგრამ ნუ ჩვენ ადამიანებს, ვისაც შიდაწვის ძრავები გვიყვარს, აი ეს გროხუნი, აი ეს ზეთისუნი, საწავლის დაუშვა. რა ძრავიც გინდათ, რაშიც გინდათ, ჩადეთო და ამ ხელახმაც გინდათ კონდეთ მანქანასო. ეხლა შენ წარმოიდგინე, ეგრო საქართველოში მოხდეს. არა, საქართველოში ეგეთ რაღაცა არ უნდა მოხდეს. ეგრო აქ მოხდეს, იქნება კატასტროფა. ჩვენთან წარმოიდგინე, აკრძალულია და მაინც აკეთებენ. მაინც აკეთებენ, რა თქმა უნდა. ანუ ეგეთი რაღაც რო დაუშვა, ყოველი მეორე გადაჭრილი. ალბათ ვერ დავიზინებ საღამოს რა. ნუ ჯერ ისე და სკუტერის ხმები მაწუხებს. გამე და ადარწმუნებული ვარ რომ ყველასაც უხებს, მაგრამ ნუ ჩვენთან მსგავსი რაღაცები ცოტა ისე უნდა დააბალანსო ხოლმე რომ არც მწვადი დაწვა და არც ჩამფური რა. კარგი, მოდი მოვიხილოთ ავტოსიახლეები და დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო სიუჟეტით ცოტა ხანში. ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდის და ჯეიმს მეის შემადგენლობით ტრიო გასულ წელს დაიშალა, მაგრამ Amazon Prime-ში 2025 წლის აპრილის გადაცემების სიაში არის ერთი პროგრამა, სახელწოდებით The Not Very Grand Tour. აღწერაში დეტალები მითითებული არაა, მაგრამ Radio Times.com-ის თეორიით დიდი სამეული ბრუნდება. გადაცემა 18 აპრილს გამოჩნდება, ჩვენ კი ის გადაგვჩენია დაველოდოთ. Honda-ს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წარმოება აღარ სურს. 2024 წელს ჩინეთში მათი გაყიდვები 31%-ით დაეცა, რაც უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. Dongfeng-ის ქარხანაში Honda თავის საწარმოო ხაზს თვის ბოლოსვე შეაჩერებს და 520 ერთეულიდან 260 ერთეულამდე გაანახევრებს. ჩინეთის ბაზრისთვის კი მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი სრულიად ელექტრო S7 იქნება, რომელსაც ერთი დამუხტვით 650 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
ახალი ინოვაცია. კომპანია BYD აცხადებს, რომ ახალი სუპერე პლატფორმაზე დაფუძნებული ელექტროავტომობილი ისევე სწრაფად დაიმუხტება, რადგან საწვავის აუზის ავსება სჭირდება. ისინი ელექტროავტომობილებისთვის 1000 ვოლტიან არქიტექტურას უზრუნველყოფენ. კომპანიაში უწყებიან, რომ 5 წუთის დამუხტვით შეგეძლებათ 400 კილომეტრი დაფაროთ. Advance Auto Parts წამყვანი ავტომობილების ნაწილების საცალო ვაჭრობა გეგმავს 700 მაღაზიის და 4 სადისტრიბუციო ცენტრის დახურვას 2025 წლის შუა რიცხვებისთვის, როგორც რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილი. ეს მოიცავს 500 კორპორაციულ მაღაზიას და 200 დამოუკიდებელ ლოკაციას. კომპანიამ გამოაცხადა წმინდა გაყიდვების 0.9%-იანი კლება 2024 წლის მეოთხე კვარტალში, ჯამში $2 მილიარდი, ხოლო საოპერაციო ზარალმა $820 მილიონი შეადგინა. გაერთიანებული ავტონაწილების მუშაკთა პროფკავშირმა შეაქო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება კანადიდან და მექსიკიდან ავტომობილებზე ახალი 24%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს ტარიფები გაზრდის ავტომობილების ფასებს $3,000-დან $10,000-მდე ერთ მანქანაზე. ადმინისტრაცია მოუწოდებს კომპანიებს გაზარდონ ინვესტიციები და წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიდან აიცილონ მომავალი ტარიფები. თუმცა ამ ნაბიჯმა გამოიწვია პოტენციური საპასუხო ქმედებები კანადიდან და მექსიკიდან. ბოლომ წარმოადგინა 2026 წლის ES90, რომელიც 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ელექტროსტრაფი სედანი შექმნილია ისეთი მოდელის კონკურენციისთვის, როგორიც არის Tesla Model S. 2026 წლის Cadillac Escalade EQL არის გაფართოებული სიგრძის ელექტრო SUV, რომელიც გთავაზობთ გაზრდილ სამგზავრო და სატვირთო სივრცეს. მიზნად ისახავს უზრუნველყოს უფრო მდიდრული და ფართო ალტერნატივა ელექტრო SUV ბაზრებზე. Დანო, ძალიან საინტერესო სატვირთო გადავიდე. ნუ რახან ელექტრომმართველობას შევეხეთ. ეს სატვირთო არის ელექტრო. ეს რაღაცას კითხავ. თუ გაქვს კატეგორია სიტყვაზე ამ ავტომობილის მართვის მოწმობა თუ გაგაჩნია. თუ მილისუფლებას გამოვიყენებ. კარგი, მოდი მაგაზე კი ბატონო. არ ვისაუბროთ. არ ვისაუბროთ. ძალიან საინტერესოა. აი ხა მოდი პირობითად რო ავიღოთ ეკრანზე ჩანს აგერ. სიმპათიურად გამოიღო. ხო. ანუ არა აქვს ხო ელექტრო კი ეთყობა ვიზუალი ესე რა ისეთი კარგი ვიზუალი აქვს და ნორმალურად გამოიყურება რა სხვათა შორის ინტერიერი მომეწონა იმ ხრივ რომ აი ლამაზია რო ჯდები რაღაცა ესე არ ჯდები რა აი რამდენი კომფორტული არის შენ ეგ მითხარე სატვირთოა ნუ კომფორტზე ხა არისაუბრებ მაგრამ როგორ არის ქალაქში მე რაც ვიარე არ ხლის და ძალიან მნიშვნელოვანია იქ ვინც ატარებს. თავარი ხო იცი სატვირთოებში არის სავარძელი, სადაც თვითონ სავარძელი კარგია. რაც მეუცნაურა არის ის, რომ აქსელერაციის პედალი აქვს, აი ძალიან გრძნობია ხო? კი, და მუხრუჭის პედალიც. აი ძალიან გრძნობია და მიჩვევა ჭირდება. კი, იმიტომ რომ თვითონ ეს ელექტროძრავები ეხმარება ამ სატვირთოს, რომ კარგად დაამუხრუჭოს და კი, მე ასევე რო ვესაუბრე მწოლს ვინც ატარებს ამ სატვირთოს, აი დატვირთულიც რომ მივდივარო, საერთოდ ვერ გრძნობ დატვირთოს. ვერ გრძნობს მანქანა დატვირთოსო რა. თაი აღმარძეს თავისუფლად ადის. ნუ ალბათ ეს უფრო ელექტროძრავის დამსახურებაა, იმიტომ რომ ანუ რო ავიღოთ დიზელის ძრავი და ბენზინის ძრავი, შიდაწვის ძრავებს სჭირდებათ რაღაც გარკვეული ბრუნი, რომ სიმძლავრე გამოიმუშაოს, რასაც სიტყვაზე რაც სჭირდება ავტომობილს, რომ წავიდეს, გაციოს, ასე ვთქვათ, ეს წონა და ამას ის სიმძლავრე მომენტალურად აქვს, როგორც კი აქსელერაციის პედალს, ეგრევე აქვს და შესაბამისად მაგითო მოგეჩვენა კი არ და ნუ ნამდვილად ეგრე არის, ჩქარია. ძალიან საინტერესო კიდე ის არის, რომ აი შენი აზრით, რამდენ ხანში შეიძლება დაიტანოს? სრულად გააჩნია ნიკა სატენსაც რა, ანუ აი თავის ქარხნული სატენი რაც არის. რაც მოყვება, რასაც ქარხანა აყოლებს, ჩავასწორებ ბოდიში, არ მოყვება, ცალკე იყიდება ეს სატენი. ხო, მითხარ, დაახლოებით. Fast charger-ით ალბათ მე ვფიქრობ, რომ საათი-საათნახევარი რა. ანუ დღესდღეობით ელექტროავტომობილებს თუ გადავხედავ, დაახლოებით რენჯი ეგ არის დროის. 45 წუთიდან 1 საათამდე სჭირდება და გადის 300 კილომეტრს. ჩემი აზრით, ქალაქში 300 კილომეტრი დისტრიბუციისთვის არის იდეალური. კარგი, ანუ ატარე ხო ეს ავტომობილი? ატარე. მოდი, ნახოთ სიუჟეტი და დაგიბრუნდებით ისე. ელექტროავტომობილების ხსენებაზე ყველას ალბათ პირველი გვაგონდება ამერიკული Tesla, გერმანული Porsche, ჩინური BYD და სხვა ელექტროავტომწარმოებლები. მაგრამ ცოტავს თუ გვსმენია ელექტროსატვირთოების შესახებ. დღეს მე წარმოგიდგენთ ელექტროსატვირთოს, რომელიც გამოსვლის დღეს 53 წამში გაიყიდა 500 ცალი. 500 ცალი. ეს არის ჩინური ბრენდი Sunny.
2018 წელს Sany Group-მა დაარსა Sany Truck, რომელიც ფოკუსირებულია სატვირთოების, მათ შორის ახალი ენერგიის, ელექტრო, წყალბადი, ჰიბრიდული სატვირთოების წარმოებაზე. კომპანიას რა მნიშვნელოვანი ეტაპებიც ჰქონდა, ეს იყო რომ 2018 წელს როგორც ვთქვით 500 სატვირთო გაყიდა 53 წამში, 2019 წელს კომპანიის მოგებამ გადააჭარბა 3 მილიარდ იუანს და 2021-22 წლებში ნომერ პირველი კომპანია იყო ელექტროსატვირთოების გაყიდვაში ჩინეთში. მოგესალმებით Sany-ს ელექტროსატვირთოდან. ამჯერად ინტერიერში. მოკლედ, პირველი შტაბ-შეცვლებები არის ის, რომ ძალიან მარტივი სამართავი არის, ძალიან კარგი მხედველობის არის აქ. უკანა ხედვის შუშებით საკმაოდ დიდია და კარგად და ნათლად ჩანს ყველაფერი, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სატვირთოზე ვზივართ. გვაქვს დისპლეი მონიტორი, რომელიც საკმაოდ დიდია და კარგად ჩანს ყველაფერი ზედ. პატარა დეშბორდი, სადაც სპიდომეტრი არის, კილოვატებს გვიწერს რამდენი გვაქვს რეინჯი დარჩენილი, გასავლელი, ეხა წერს რომ 76%-ზე არის და 231 კილომეტრს გავივლით. ტექნიკურ მახასიათებლებზეც რო ვისაუბროთ, ეს სატვირთო არის 105 კილოვატიანი და ერთი სრული დამუხტვით გადის 300 კილომეტრს. რაც დამეთანხმებით საკმაოდ ნორმალური შედეგია, იმიტომ რომ 300 კილომეტრის გავლა ქალაქში დღეს ჩვენ პირობებში საკმაოდ რთულია. რაც შეეხება დამუხტვას, 1 საათი სჭირდება რომ დაიმუხტოს სრულად. ძალიან კარგი დროა. 1 საათი, ჩემი აზრით, იდეალურია იმისთვის, რომ 300 კილომეტრი მერე დაფარო. ძალიან მინიმალისტური ინტერიერი აქვს, საკმაოდ პრაქტიკული არის, არ გაძიხარ, ანუ არ გღლის მართვის დროს, რაც დამერწმუნეთ, როცა ბევრ კილომეტრს გადიხარ დღის განმავლობაში, გასათვალისწინებელია ცხოვლისთვის, ვინც მართავს ამ სატვირთოს. რაც შეეხება ხარისხს ინტერიერის, ამაზე ვერ ვისაუბრებთ და არც მოითხოვება რამე განსაკუთრებული ხარისხი იყოს ინტერიერში, იმიტომ რომ ეს სატვირთო არის გათვლილი ეკონომიურობაზე. მთელი ამისი პლუსი არის ის, რომ სერვისი ჯდება, რა ვიცი, გაცილებით იაფი, ვიდრე საწვავზე და დიზელზე მომუშავე სატვირთოების, საწვავს არასხამ ზეთებს არ ცვლით და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან დიდი შეღავათი არის დამერწმუნებით. ახერხებენ ჩვენ გაოცებას ჩინელები. რაც შეეხება ალბათ ყველას გვაინტერესებს, რამდენი ტონის გადატანა შეუძლია ამ სატვირთოს. დიახ, გაგიკვირდებათ და 6 ტონამდე შეუძლია რომ გადაიტანოს. 6 ტონა. რო თუ შევხედავთ პატარა სატვირთოა, მაგრამ 6 ტონა. ხო, რაც მთავარია და მნიშვნელოვანია ამ სატვირთოზე უკანა ხედვის კამერა გვაქვს. იმიტომ რომ უკან არაფერი არ გვაქვს. ვერაფერს ვერ ვხედავთ, რო გავიხედოთ. გვერდებიდან კი იცოცხლე, კაი დიდზე ჩანს ყველაფერი. სალონში დამატებით გვაქვს კონდიციონერი, გვაქვს კათბობა და რა, მეტი არც არაფერი. 2 ცალი პორტი, რო ალბათ ტელეფონი დავმუხტოთ. აჩქარება აქვს საკმაოდ ტყისიერი, მუხრუჭები კი საკმაოდ გრძნობი არის. ცოტა მიჩვევა სჭირდება მუხრუჭებსაც და აქსელერაციის პედალსაც. იმიტომ რომ ძალიან რეაგირებს. სხარტია. სხარტი სატვირთო არ ვიტარებია არასდროს. მინიმალისტური, ძალიან მარტივი, დიზაინიც ასეთ ისე ნორმალურია და რაც თავარია, თავის საქმეს ასრულებს იდეალურად. რაც მოითხოვება. და მე მგონი რაც მოითხოვება, იმაზე მეტსაც აკეთებს ეს სატვირთო. მოიხდინე მე მგონი სატვირთოს მსხლობა. როგორი იყო აი ემოციები პირველი? მე ხა პირველად ვიჯექი სატვირთოზე, ანუ რთული არის ატარებლად? აუ არა. ძალიან ხედვის არის, საკმაოდ კარგი გაქვს სარკეები, გვერდთა. გვერდთა სარკეები ძალიან დიდია და ყველაფერი ჩანს, ძალიან კარგად, ნათლად რა. და პლუს ატარებლად ძალიან მომეწონა. არ არის უხეში, ძალიან ის არის მოყვება საჭეც. ანუ სუბუქი ავტომობილივით სამართავი სატვირთოა. ძალიან კარგი. უცნაურია. რომელ კომპანიას შემოყავს ეს სატვირთოები? ძალიან კარგი კითხვა. Waymark არის ესეთი კომპანია, რომელსაც შემოყავს Sany-ს სატვირთოები. საკმაოდ ცნობილი ბრენდი არის, ჩვენთან ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ჩინეთში არის ნომერ პირველი ბრენდი, რომელიც აწარმოებს ამ სატვირთოებს, ასევე სამშენებლო ტექნიკას და ასე შემდეგ. ჩვენ Waymark-ის დირექტორთან და დამფუძნებელთან ჩავწერეთ ინტერვიუ, მოდი უყუროთ პარემ და შემდეგ უკვე დავუბრუნდეთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიუჟეტის მაყურებელს.
ეს იდეა, რომ ჩამოგვიყვანა ჩვენი ელექტროსატვირთო, გაჩნდა იქიდან და საჭიროება გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენი საქმიანობა, ასე ვთქვათ, სხვა მიმართულება მოიცავს სამშენებლო მასალების იმპორტს და შემდეგ ქვეყანაში რეალიზებას, რასაც ჭირდება დისტრიბუცია და დამკვეთებისთვის მიწოდება. აქედან გამომდინარე, ჩამოვიყვანეთ ჩვენივე კომპანიისთვის პირველი სადისტრიბუციო ელექტროსატვირთო. ამის შემდეგ როცა გავტესტეთ და ასე ვთქვათ, ყველაფერი ისე იყო, როგორც დაგეგმილი ჰქონდა და აღმოჩნდა ისეთი, როგორცაც ველოდებოდით, რამოდენიმე ჩვენ პარტნიორ კომპანიას შევთავაზეთ. რის შემდეგაც მივიღეთ მათგან თანხმობა და ჩამოვუყვანეთ რამოდენიმე მანქანა. ზუსტად იგივე შედეგი დადგა იქაც, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენთან, ძალიან მაყოფილები იყვნენ. ამის შემდეგ წამოვიდა კიდევ რამოდენიმე კომპანიისგან მოთხოვნა და დაინტერესება საზოგადოებისგან და ძირითადად ბიზნეს სექტორისგან და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩავსულიყავით ჩინეთში ჩვენ დღეს უკვე პარტნიორ კომპანია სანისთან და შევქმნით კომპანია ვეიმარკი, რომელიც დღეს არის სანიტრაქის წარმომადგენელი საქართველოში. აი შეეხება მოთხოვნას და დაინტერესებას ძალიან დიდია მოთხოვნა და დაინტერესება და მზარდი და კიდევ უფრო მეტს ველოდებით, იმიტომ რომ ჯერა და დავრწმუნდით ჩვენივე გამოცდილებით, რომ არის უნიკალური პროდუქტი იმისთვის, რომ ბიზნესი უფრო წარმატებულად აკეთო. ელექტროსატვირთოს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, ყველაზე მთავარი, რაც უფრო ბიზნეს კუთხით არის და ბიზნესს დაინტერესებს არის ის, რომ ინდიკატორად 100 კილომეტრი რო ავიღოთ გამავლობა და ახლობით 5-6 ჯერ ნაკლები დენის მოხმარება ჭირდება ვიდრე საწვავს, ბენზინს ან დიზელს. ამის გარდა ელექტროსატვირთოს არ ჭირდება ასე ეგრეთ წოდებული მოტორის ზეთი, რომელიც ცალკე ხარჯი არის და ყველა ის წვეთადი ნაწილი, რომელიც დაკავშირებული არის დიზელის და ბენზინის ძრავასთან მიმართებაში. რაც შეეხება ეკოლოგიას, ყველამ ვიცით, რომ არ აქვს გამონაბოლქვი და რაც ჩვენი ქალაქისთვის იქნება ამოსუნ თქვა, ის რომ გამონაბოლქვი არ იქნება და ნორმალური ჰაერი იქნება ქალაქში და ერთ-ერთი რომელიც შევა უპირატესობად ჩავთვალოთ არის ის, რომ მანქანას არ აქვს ხმა, რომელიც ქალაქში ყოველდღიურობაში ძალიან შემაწუხებელია და რაღაცა შეამსუბუქებს, ასე ვთქვათ, ქალაქში არსებულ ქაოსს. ცოტა მაინც რა, თუნთლიანად არა, თავის წვლილს შეიტანს მასში. რაც შეეხება სერვისს, მოგეხსენებათ, რომ სანიტრაქი არის ჩინური გიგანტი კომპანია Sunny Global-ის ერთ-ერთი ბიზნეს მიმართულება. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენ ჩინელ პარტნიორებთან ერთად სერვის ცენტრის და შოურუმის პროექტირებაზე, რომელიც ჩვენი გათვლებით დაახლოებით 2026 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს და გავხსნათ თბილისში. რაც შეეხება ამ ეტაპზე სერვისს, ჩვენი პარტნიორი Sunny-ის რეკომენდაციით და მათივე ზედამხედველობით გადანილი გვაქვს აუთსორსზე სერვისი, სადაც ჩვენს მომხმარებელს ემსახურებით საგარანტიო პირობებით. ქარხანა არანაირი პრობლემა გააჩნია იმისთვის, რომ ნებისმიერი მოთხოვნა დაფაროს ჩვენი რეგიონიდან, რადგან ქარხანა არის სრულიად რობოტიზირებული და შეუძლია დაახლოებით 300,000 მანქანის წარმოება წლის განმავლობაში. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გეგმებს, მოგეხსენებათ, რომ სოფლიოში ელექტრომობილებზე არის ძალიან მზარდი მოთხოვნა. მაგალითისთვის ჩვენ შარშან ვიყავით ჩინეთში, სადაც შევხვდით ადგილობრივ მუნიციპალურ ადმინისტრაციას, რომელმაც გაგვიზიარეს ინფორმაცია, რომ 2027 წლისთვის ჩინეთში სრულად აიგზალება შიდა თვის ძრავები და სრულად გადავლენ ელექტროავტომობილებზე. ჩვენი მიზანის და ჩვენი გეგმაც არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში დავნერგოთ ზუსტად იგივე ტენდენცია, როგორც არის დანარჩენ განვითარებულ მსოფლიოში. და რაც შევა მეტი იურიდიული თუ ფიზიკური პირი დავარწმუნოთ ამ პროდუქტის კონკრეტულად ელექტროსატვირთოს უნიკალურობაში, ჩვენივე გამოცდილება გაუზიაროთ ამ პროდუქტთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ქალაქში შეზღუდული არის 3 ტონა ნახევარზე მეტი კომერციული ავტომობილებისთვის გადაადგილება საათობრივად. თქვი, რომ ელექტროსატვირთოებზე ამ შეზღუდვის მოხსნა мотиваციას მისცემს ბიზნეს იმისთვის, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ატარონ პროდუქტი, რაც პირველ რიგში მათივე ბიზნესისთვის იქნება მონგებიანი და სარფიანი
და ასევე ეკოლოგიის მხრივ, რაც უფრო მეტი ელექტროსატვირთო იქნება და ახალისდება ბიზნესი ამ მხრივ, მით უფრო სიმშვიდე და სუფთა ჰაერი იქნება ჩვენ ქვეყანაში. მეც საკმაოდ ისეთი საინტერესო სიუჟეტი მოგიმზადეთ. ეს არის ელექტროავტომობილი. ელექტრო გადაიღე შენც? კი. სედანი. არა, სედანი არა. ჰეჯბექი. არც ჰეჯბექი არ არის. რა გადაიღე? პულტიანი ელექტროავტომობილი, რომელიც ვერ წარმოიდგენს შენ უბრალოდ რამდენად ესე ვთქვათ, კარგი გასართობი არის და რამდენად საინტერესო რაღაცა არის. კაი, ერთს კითხავ, ეს ის პულტიანი ავტომობილია, რაზეც მე გესაუბრე? კი, რაზეც შენ მესაუბრე და სკეპტიკურად. ამას რა გათამაშებს ამ ხელაკაცო? ხო. ხო, როგორც მომივიდა ინფორმაცია, მთელი დღე დასვი ყველა ბატარეა, ხო? კი, ამ თან როგორი რაღაცა, თავიდან გგონია, რომ ნახევარი საათი შეიძლება ითამაშო და მოგბეზრდეს რა. მაგრამ იმდენად უსაზღვრო არის ამ ავტომობილების, ასე ვთქვათ, გამოყენების კუთხე, შეიძლება სწორ საფარზეც ატარო, აჩქარებაც გაზომო, ოფროადის კუთხით უსწორმასწოროზე და პირზე ატარო. თან როგორც მითხრა კახამ, ასე ვთქვათ, წყალთანაც მედეგიერი და არაფერი არ ემართება თუ წყლიან ადგილასაც ამ ტალახში და ეგეთ ადგილებში თუ არის ოფროუდერები არიან ყველანი. მოკლედ ცალკე მიმართულებაა და თუ უკვე დაიღალეს სტანდარტული, ასე ვთქვათ, ჰობებისგან ნადირობა, თევზაობა, იქ რაღაც მოგბეზრდა და რაღაც ახალს ეძებ, საკმაოდ კარგი გასართობი არის, მინდა გითხრა რა. ხო, ვიცი შენი პატარა Citroen-ი, ჩემი პროზა 1.14 ზომა არის. ესენი იყო 1.7 თუ არ ვთქვი, თუ 1.8. არ ვიცი, ეს საკმაოდ დიდი იყო და საკმაოდ მძიმე იყო, კიდე მინდა გითხრა. იმიტომ რომ ნაწილები იდენტური აქვს, რაც ავტომობილს აქვს, ოღონდ პატარები. პატარები და იმდენად, როგორ გითხრა, ერთ-ერთში იმეორებს ნამდვილი ავტომობილის დაკიდების სისტემას. იმდენად საინტერესო არის, რომ ვისაც სიტყვაზე ეს დაშლა, აწყობა, რაღაცეების გაკეთება უყვარს, ძალიან მაგრად გაერთობა რა. მეც კიდე 1-2 დღე შლიდი და ვაწყობდი. კი, მახსოვს რომ წმინდავდი ხოლმე თამაშის მე. კი, ძალიან მომეწონა. მოკლედ ვერ უწოდებ რომ სათამაშოა თქო რა, დიდების გასართობი არის. თან როგორი რაღაცა ნიკა, იცი, პატარა ბავშვს ეს ავტომობილი არ უნდა მისცე, იმიტომ რომ მე ახამ რაც მითხრა და მაჩვენა, თუ ასე ვთქვათ, ადამიანს რო დაეჯახოს, საკმაოდ ისეთი ზიანის მიყენება შეუძლია რა. თუმცა ცოტა სიფრთხილით უნდა ვიყოთ ამ ავტომობილთან, იმიტომ რომ საკმაოდ მძლავრი არის. კი, ასევე ვინც აპირებს შეძენას, იმასაც ვიტყვი, რომ ამის ელემენტები რაც არის, საკმაოდ მოფრთხილება სჭირდება, იმიტომ რომ ესე რომ დავტოვოთ უბრალოდ შეიძლება აალდეს. ამის რამდენიმე მაგალითსაც გაჩვენებთ. ხო, ანუ პატარაა, მაგრამ შეიძლება ისე ალდება და ისე იწვის, რომ ეს არის თავის შენახვის წესები აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ბავშვთან ცოტა სახიფათო არის. კიდევ როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო ჩელენჯი გქონდათ, ხო? კი, შენ ხომ მითხარი, რომ ნამდვილ ავტომობილს რო ჩააბაო, გაწევს. კი. მე საკმაოდ ისე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვერ წარმომედგინა უბრალოდ, რომ პატარა ავტომობილს, ასე ვთქვათ, პულტიან, რადიომართვად ავტომობილს შეეძლო, რომ ავტომობილი გაეწია რა. შეძლო? ნახოთ სიუჟეტი და იქ ნახავ ყველაფერს. ნახოთ გიორგი დანელიას მიერ მომზადებული სიუჟეტი ერსიქარებზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია კახა კვირიკაშვილი. კახა როგორ ახარ? ძალიან მაგრად. კარგ განწყობაზე, კარგი ამიდი და კარგი საქმისთვის ვარ ჩეკრებილები. მოკლედ, ძალიან საინტერესო რაღაცეები მოიყვანე შენ დღეს ჩვენთან გადაცემაში და ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მოკლედ ამ ავტომობილებთან დაკავშირებით. სამი განსხვავებული მოდელი გვყავს აქ. პირველი მოდი ამით დავიწყოთ. რას არ მოადგენს ეს? მოკლედ Monster Truck-ებს ეძახიან, რაღაც კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც Monster Buggy და ვინ არის ეს? დაახლოებით ეს მახსენებს თამაში იყო რაღაცა ღმერთებს რო ამარცხებს, შეიძლება იცოდე კიდეც. ძალიან ძლიერი რაღაც თვითონ ღმერთი როა თუ ღმერთიშვილი თუ რაღაცა ეგეთი, ეგეთი ტიპი არის. ესე იგი მისი დანიშნულება არის თითქოს სამყარო დაანგრიოს რა. მართლა არაადეკვატურად დიდი ძალა აქვს. ნამდვილ მანქანასთან შედარებით, დაახლოებით ნამდვილ მანქანით რო გავსაზღვროთ, 7-8 ცხენი ზალა აქვს. ხა ნახე კარგად რო წარმოვიდგინოთ, სკუტერი, რომელსაც შეუულია, მაგალითად ჩემი წონის ადამიანი 80 კმ/სთ-ში სისწრაფით ატაროს, იმას აქვს 5 ცხენი ზალა და ამას აქვს 8. საოცრებაა. წონასაც თუ გავითვალისწინებთ სკუტერის და ამის წონას, მაგას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ნამდვილ მანქანას უნდა კონდეს დაახლოებით 700 ცხენის ზალა, 800-იც და შეიძლება მეტიც, რომ ამას გაუთანაბრდეს. ამას გაუთანაბრდეს. კი.
მაგდენად ძლიერი არის. საკმაოდ ისეთი დახვეწილი არის იმ კუთხით, რომ აი ყველაფერი, აი ამორტიზატორები, დაკიდების სისტემა, ყველაფერი აქვს ისეთივე, როგორც ნამდვილ ავტომობილს. და შეიძლება ითქვას უკეთესიც კი. სხვათა შორის ერთ-ერთი არის იმიტირებული და თან ერთი აღსანიშნავი ფაქტი რა არის. მაგალითად, ბევრი მცირე წლოვანი მოდის ჩემთან, სერვისიც ხო გვაქვს ჩვენ და ზოგს უფუჭდება მანქანა რაღაც და ვცდილობ ხოლმე რომ უბრალოდ არ შევუკეთო და არ გავატანო რა. იმდენად ერთ-ერთი იმიტირებულია ნამდვილ მანქანასთან, რომ ბავშვები სწავლობენ. და აი რეალურად ხელოსანთა რომ მივა, მე უკვე იცის რომ ეს ყუმბარაა და ის გიტარაა და ასე შემდეგ. მოკლედ, მე თვითონ მომეხმარა რა, იმის და მიხედავთ რომ მოყვარული ავტოსპორტსმენი ვარ, ბევრი რამ ამის მერე შევისწავლე მანქანის თუნდაც ქვედა ნაწილში. ეს არის რადიო მართვადი მანქანები, ანუ RC მანქანები, ხო? აქვს სამი მიმართულება. toy ვერსიები, ანუ აი სათამაშო ვერსიები, რაც ვიცოდით და აი რო ვერ ასხვავებენ ადამიანები, მერე არის ჰობი ვერსიები, მაგალითად ეს მაინც ჰობიში გადის. სიმართლე რომ გითხრათ ჰობი ზედა ზღვარზეა, ანუ ფაქტიურად პრო არ თითქმის, მაგრამ ჰობიში გადის ეს და. აი მერე არის უკვე პრო მიმართულება, იქ სადღაც უკვე ჩემპიონატები და უკვე სერიოზული ამბავი სადაც ხდება რა. მე ანუ YouTube-ზე ხშირად უყურებ ხოლმე უცხოეთში ჩემპიონატებიც სტარდება, ძალიან სერიოზულად ემზადებიან, გუნდები აქვთ და საკმაოდ ასე ვთქვათ, საინტერესოდ მიმდინარეობს ეს ყველაფერი. აი ჩვენთან რა სიტუაცია არის ამ კუთხით? რამდენიმე ჩემპიონატი უკვე ჩავატარეთ, მაგრამ რადგან ჯერ ჩვენთან ახლა და ახლა იყიდებს ფეხს ეს ყველაფერი, ახლა იწევა დონე. ახლა ხვდებით რომ ეს არ არის უბრალოდ სათამაშო ტიპები, გამომდინარე მაქედან ჯერ რა თქმა უნდა, ანუ აი ფედერაციაც ძალიან მალე გვექნება, ბარემ ეს მინდა თქვენ მაყურებელს უთხრა, რომ ძალიან მალე გვექნება ფედერაცია, სადაც შეძლებენ მოვიდნენ, დარეგისტრირდნენ ბოლელებად და მოკლედ მოვაწყოთ ის ყველაფერი, რაც იქ ხდება. იმიტომ რომ იქ მართლა უკვე ისეთ დონეზე არის ეს ყველაფერი აყვანილი, რომ რა ვიცი, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გვიკლია იქამდე, მაგრამ ეგ ციკლი დაწყებულია ჩვენთან, ძალიან მალე გვექნება ტრეკი, სადაც ჩატარდება ბაგებში, შორტ კურსებში, ოფროუდ მანქანებში და სხვადასხვა სტილში ჩემპიონატები და მოკლედ ვითარდებით მაქსიმალურად ვცდილობთ. შარშანდებთან შედარებით წელს უკვე სულ მინიმუმ ის მიხარია რომ თუ შარშან ვიყავით პირობითად 20 ადამიანი, ახლა დაახლოებით 100-მდე ვართ. ბევრმა ვინც იცოდა ამ მანქანის შესახებ, ხო აი რო გამიფუძდეს რა ვქნა. და ჩვენ უკვე გვაქვს სერვისი, თან უკვე მარტო არ ვარ, გუნდი ვართ და მარტივად მოკლედ ვახერხებთ ამ ყველაფრის. სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვეულებრივ ქალაქის ავტომობილებში, რითიც ყოველდღე გადავადგილდებით, ასევე ესეთ ავტომობილში, რომელსაც ძალიან განსხვავებულად და ერთ-ერთში ნამდვილ ავტომობილთან მიმართებაში აქვს ყველაფერი მოწყობილი. კი. ამ ავტომობილზე რას მეტყვი, რომელიც ცოტა კი არა კარგად ნაომარია, როგორც უკვე. და მომახვედი რაღაც სასწავლო რაღაცებს აკეთებ და თავიდან არ მოველოდი რომ ესეთი ჩქარი იქნებოდა. იცი რა, ახლა ზომიდან გამომდინარე, ახლა დარწმუნებული ვარ ადამიანს რომ გაიაროს, ახლა მონსტრს და იმ მონსტრს დაინახავს, შეიძლება ამ რაღაც გაბზარულს არ შეხედოს, მაგრამ ეს ოდნავ უფრო ნელი მეგონა ვიდრე ესენი, მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც. ეს არის სრული არაადეკვატურობა, ეს არის ასე ვთქვათ, ამ სამიდან ერთადერთი პრო კლასის მანქანა. ეს ბრენდი არის ტექნო, რომელიც მსოფლიოშიც კი აი რო გითხრათ ძალიან ცნობილია თქო არა. ეხლა ტრაქსასი, არმა, აქსიალი ყველა მიცის. მაგრამ ტექნო ძალიან ნაკლებ, არა და ბევრად მაღალი დონე არის, ახლოსაც კი ვერ მივლენ ის ზემოთ ჩამოთვლილები და ეს არის ესე იგი სტილით ბეშერი მანქანა. ბეშინგი ეს არის პარკური. ასე ვთქვათ, შეგიძლია სალტოები აკეთო, ეს რატო არის დახაზული ხანახან ესე წარმოიდგინე რომ ადგილზე სალტოების კეთება შეუძლია, ხეებზე ადის, ხეებიდან სალტოები, აი მაგალითად დიდი სეტკა რო ნახოთ რაღაცა მაგალითად ფეხბურთის სტადიონის ბოლომდე ადის, რაღაც არაადეკვატური მანქანა არის და მოკლედ რაღაცა ესეთი მე მაგალითად სულიერი კავშირი ძალიან დიდი მაქვს არაადეკვატურობასთან და ეს მანქანა ძალიან ხელს მიწყობს. არ მოიწყენთ მოკლედ ამ ავტომობილთან ერთად და არ გაიღლებით ამაშით ასე. ეს სულ მანქანაში დევს. სადაც არ უნდა მივდიოდე, ყოველთვის მანქანაში მიდევს და აი ვიღაცა თუ ნერვებს მომისლის, გადმოვიღებ 2 წამი და ყველაზე ბედნიერი ვარ. ეგრევე. მესამე ეგზემპლარი. პიკაპი. კი. ჰონჩო. ლეგენდარული მოდელი. ეს არის ოფროუდი, კრაულერს რო ვეძახით ხოლმე. ცოტა მისი მართვა ამათთან შედარებით თევზაობას გავს. აი, მეგობრები რო შევიკრიბებით და პიკნიკს რო ვაპირებთ, იქამდე რო ერთი კარგი გემრიელ
ესეთი წერეს რომ დავარტყავთ ცოტა ისეთ უსწორმასწორო გზებზე. კარგად რო ვისიამოვნებთ ჩვენც რომ ფეხით გავივლით და მე კარგ გემრიო მწვაც რო შევსვათ. აი იქამდე ამბავი არის ეს. ბევრად უფრო მარტივია, ესე იგი ამის მართვა ამ ორისგან განსხვავებით. კი, ბევრად მარტივი არის, თუმცა ღრმა სპეციფიკაში თუ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, კარგ მართვას, ეხა დონე ყველგან დონეა, ხო? მართვის დონე. მაგრამ რა თქვა ეხა ამას როგორ შევადარო და ამას მაინც არ შეიძლება ამათთან შედარება. აი, მაგალითად მე ვარ ახლა დამწყები, მინდა რომ დავიწყო, ასე ვთქვათ, მოვიდე ამ თემაში, გავიჩინო მეგობრები, იარო ხოლმე ოფროადზე, რაღაც შეჯიბრჟენ მივიღო მონაწილეობა და აი დაახლოებით რა ბიუჯეტი მჭირდება იმისთვის, რომ აი ამ სფეროში მოვიდე. კი ბატონო. დაახლოებით რა ავტომობილის აწყობა შეიძლება ამ ბიუჯეტის ფარგლებში. კი ბატონო, მაგალითად საშუალო ბიუჯეტი თავის ელემენტიან დამტენიანად, იმიტომ რომ ყველას გონია რომ მოყვება და არ მოყვება, ანუ ელემენტია, მაგალითად ამ მანქანისთვის ელემენტი ვიყიდე, რომელშიც $500 გადავიხადე. ხო ხვდებით, მაგრამ 100 ლარიანიც არსებობს, ოღონდ ძალიან კარგი, ისეთი რომელიც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ესე იგი, ასე თავიდან ცოტა ბიუჯეტურად რო დავიწყოთ, 1500 ლარი იქნება დაახლოებით, საშუალო ბიუჯეტს გულისხმობ, იმისთვის რომ ყავდეს მანქანა, კონდეს საკმაოდ კარგი დამტენი და საკმაოდ კარგი ელემენტი. ეს ცალკე იმიტომ მომფამებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. და შენ აბსოლუტურად სრულყოფილად შეძლებ სიამოვნების და იმ ყველაფრის განცდას, რასაც მე განვიცდი ამ მანქანებით და რა თქმა უნდა ის რომ კარგი კონკურენცია გაგვიწიო და რაღაცა ჩელენჯებს რასაც დავდგავთ, თავისუფლად აგვყვე რა. მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც საერთოდ არ ატარებს მანქანას. დაახლოებით 30 მანქანა ყავს და 30 ვიყავს ახალი. რატო იცი? მის მოდერნიზებაში არის გადართული. გუშინ ღამის პირველ საათზე მწერდა რომ ჩემ პატარა მანქანაზე ეკრანი ჩავუყენეო, შიგნითო სიგნალიო და შიგნით მუსიკა ირთვებაო და პლუს იმაზე საქარე მინაზე წყლებს ასხავსო და თორნიკებიც მეცო, მეთქი გარეკა ამან. ხო, ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა რაკურსით აქვს ძალიან დიდი გასაქანი. გააჩინე, მოკლედ შენ რა გინდა მანქანაში რაც გიყვარს, თუ პარტარა მასშტაბშიც გინდა გააკეთო, ნებისმიერი რაკურსით გზახსნელი გაქვს ამ მანქანებში რა. მოკლედ, ძალიან კარგი გასართობი არის ჩემი აზრით და მქონდა უკვე შეხება და გამოვცადე საკუთარ თავზე, ვისაც ესეთი სტანდარტული გართობები, ნადირობა, თევზაობა და აი და ვინც რაღაც ახალს ეძებს, ვინც რაღაც ახალს ეძებს, ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო იქნება, შეგიძლიათ ცადოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ავტომობილები და 4-ბორბლიანი და 2-ბორბლიანი ტრანსპორტი გიყვართ, ყველას მოგეწონება. მოკლედ, ნიგამ ესეთი რაღაცა მითხრა კიდე, რომ შენს ავტომობილსო ჩვეულებრივად რო ჩავაბათო გაწევს. მე მოვემზადე და ყველაზე მძიმე რაც ყავდა ის ამოვიყვანე. მადლობა ესე რო დაგვინდეთ. კი ბატონო. ცადოთ? ცადოთ. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება. დავაი. დაძრა. მიდი. როგორ ბუქსაობს, როგორ ცდილობს რომ მოეჭიდოს, დააკვირდით უბრალოდ. 1300 კილო არის ავტომობილი. პატარა კრატონის წინააღმდეგ. არ დანახე კიდე რომ აკრეფინა. საღო, საოცარია მოიცა გავაჩერო. საბურავი გახურდა. საოცარია. ტაში უნდა. დაახლოებით რო წარმოიდგინოთ რა სიმძლავრე აქვს ამ პატარა. ანუ სათამაშოს ვერ დაუძახე, ეს სათამაშო არ არის. ამ პატარა მონსტრს 1300 კილოგრამიანი ავტომობილი გაწია. და წარმოიდგინე უბრალოდ ეხა ერთი თითი რო აქ დაგედო, აქ მთელი მომენტია კიდე სიმძიმე რა. მოჭიდება აი რო უბრალოდ პატარა სიმძიმე, აი ალბათ უკვე რავი ორჯერ ჩქარა წამოიყვანდა კიდე რა. დაახლოებით ალბათ აი აქ პატარა სათავსო რაც აქვს, აქ რო ერთი 10-15 კილო ზემოდან დაგვედო, აი 5 კილო იყო. ხო, მოჭიდებაც უკეთესი ექნებოდა და უფრო შკარად გაწევდა. მაგრამ მაინც ისე გემრიელად გაართვა ჩემი აზრით თავი. ყველა ის ადამიანი ვისაც გაიცნობთ არსის სფეროში, იცოდეთ რომ აუცილებლად იქნება კრეატიული ადამიანი, აუცილებლად რაღაც განსაკუთრებულად დადებით იქნება, იმიტომ რომ
აი ეგეთი ადამიანები უფრო ხდებიან ამ ყველაფერს აზრს და უფრო მეტად წვდებიან და ბანალურად არ უყურებენ ამ ყველაფერს და რა ვიცი, კარგი სამეგობროს თუ გინდათ, შემოგვიერთით. და სხვათა შორის პირველი შენგელოდები ჩვენ კლუბში. აუცილებლად პირობას ვდებ, რომ აუცილებლად შემოგიერთდებით, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. აი იმდენად, აი რაღაცნაირი ექსტრემიც არის, საინტერესოც არის. საინტერესო იმ კუთხით არის, რომ ძალიან ბევრ ტექნიკურ ნიუანსს აღმოვაჩენთ ავტომობილებში და ისწავლით ავტომობილის სტრუქტურას, როგორ არის აგებული. ელექტროობაში უნდა ერკვეოდე, დაკიდების სისტემაში უნდა ერკვეოდე, საბურავებში ცალკე უნდა, მოკლედ ყველაფერში უნდა ერკვეოდე რა. ანუ აი თუ არ გამოცადე საკუთარ თავზე და არ ატარე ერთხელ მაინც რაღაცას არ დაეჯახე, სადღაც არ ახტა, არ გადა. მასშტაბიც კი აღუქმელია თვალს. აი ძალიან რთულია რა სიტყვებით გადმოცემა, ამიტომ აუცილებლად ვისაც გააქვთ საშუალება და გააქვთ იმის სურვილი, რომ სცადოთ, აუცილებლად სცადეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან მოგეწონებათ. დღეს ჩვენი სტუმარია BMW-ს კლუბის დამფუძნებელი, საქართველოს დრიფტის და დრაგის სერიების დამფუძნებელი, ასევე გიგი ტუღუში. გამარჯობა. გიგი, როგორ ახარ? გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ ახარ? ჩვენც მოკლედ პირველი გადაცემა გვაქვს და მოგიყვანეთ, რომ ესეთ საინტერესო თემებზე ვისაუბროთ რა გველის მოკლედ ამ ცხელ ზაფხულში წინ. კი ბატონო, დავიწყოთ დრიფტით. დრიფტი გვექნება 6 აპრილს გახსნა სეზონის. ყველა მემზადებით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დონემ საკმაოდ დაიწია და მრბოლელებიც საკმაოდ ისე აგრესიულად არიან. კაი დონეს აჩვენებენ შარშან თუმეტეს. და ნახოთ ახლა რა იქნება, როგორ იქნება. ჩვენ ბევრი რაღაც რეორგანიზაცია წესების დახვეწა და ასე შემდეგ მიდის ეს ტრენინგები შიდა, რა ვიცი, 1-3 თვეა უკვე, ანუ ხალხს თუ გონია რომ ჩვენ ვისვენებთ შემოდგომიდან, არა, მიდის მთლიანი სპონსორებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა და ეს საკანონმდებლო თემის galva. რამდენი ეტაპი გვექნება წელს? დრიფტში გვექნება 5 ეტაპი წელს და ნუ როგორც შარშან განაწილებული იქნება დაახლოებით თვენახევარში 1 ეტაპი იქნება. იქნება ზუგდიდის ეტაპი, ძირითადი აქცენტი მაინც რუსთავის ავტოდრომზე ვაპირებთ, ასევე დავაანონსებთ რომ გვექნება ღამის ეტაპი, რასაც ასე ძალიან ველოდით. საინტერესოა. კი, ავტოდრომი უკვე მთლიანად განათებული იქნება მაგ მომენტისთვის და კაია ზაფხულში ღამის კაი ივენთები, ასე ვთქვათ, გავიხსენოთ. სიგრილეში ძრავებსაც ნაკლები დატვირთვა ექნებათ და მუსიკა, სიტუაციის შექმნა და რა ვიცი, ვაპირებთ როგორც გახსნაზე, ასე თითოეულ ეტაპზე მეტი შოუ და სანახაობა გქონდეს გულშემატკივრისთვის. გიგი, საჯების ამბავი გადაწყდა, ვინ გვეყოლება? ჟიურის ამბავი გადაწყდა ძალიან დეფიციტია, იმიტომ რომ არ ვიცი, დრიფტი ძალიან განვითარდა მსოფლიოში თუ რა არის, ყველა სადღაც დარბის და ქონდა ერთი ტაციაობა და ამ შემდეგ გვეყოლება ისევ ჰაიკო გვეყოლება, რომელიც ძალიან მაღალკვალიფიციური ჟიურია და ორი კიდე საერთაშორისო ჟიური მასთან ერთად რა, უკრაინიდან და თუ არ მეშლება ყოველ შემთხვევაში ევროპიდან მოდიან სამივე. რამდენი მონაწილე გვეყოლება წელს ჩემპიონატზე? შარშან ყველას გახსოვთ რომ ბევრი დაზიან და ბევრი გაფუჭდა, ბევრს აქვს პრობლემები ასევე სპონსორთან, იმიტომ რომ დაახლოებით 100,000 უჯდებათ სეზონი რა და ყველაზე ძვირიანი სპორტია მე მგონი საქართველოში რაც გაგვაჩნია. ამიტომ სპონსორებს მინდა მით უმეტეს თქვენი ეთერიდან მოუწოდო რომ დაუდგნენ გვერდში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნახვებზე და რეიტინგზე გადის ჩვენი ისინი რა ქვია შოუები, მაგას თქვენც ნახავთ, მაგას თქვენ უფრო დაანონსებთ და გვიერთდებიან ახლა გიორგი სარიშვილი გვიბრუნდება, ვერულავა დაგვიბრუნდა, კიდე ბიჭები ირაკლი ფიფია იგივე ძველი არმიიდან და ახლა რა ვიცი ყველა იმედია რომ ყველა მიიღებს მონაწილეობას ალექსანდრე სპონსორზე აქვს პრობლემა, მაგრამ იმედი გვაქვს რომ 20 მონაწილე სტაბილურად სულ გვეყოლება და ეს უკვე გარანტია იქნება რომ კაი სანახაობა გვექნება ჩემპიონატზე. ამ ბოლო პერიოდში რასაც დავაკვირდი, ბიჭები აქტიურად ასე ვთქვათ ვითარდებიან YouTube-ის კუთხითაც, რაც დამატებითი ასე ვთქვათ ბენეფიტი არის სპონსორისთვის. კი, შეიძლება ითქვას, რომ სპონსორი უკვე უფრო მაგასაც კი უყურებს, მაგრამ მე ვურჩევდი, რომ ხალხი უფრო მეტ იმას რა ქვია, განცდები აქვს თვითონ რბოლელისგან და რბოლელს რო დაუდგებიან გვერდში სპონსორები და თუ პლუს დამატებით ეს ოფციაც აქვს YouTube-ი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა იდეალურია, მაგრამ ყავს ძალიან კაი რეიტინგული რბოლელები, რომლებსაც არ უდგათ სპონსორი და იმედი გვაქვს, რომ ყველას შეავსებენ რა. კი ბატონო, დრაგის მიმართულებით რა ხდება? უი, დრაგის მიმართულებით ერთი ამბავია. ძალიან ბევრი მონაწილეა, ძალიან ბევრი დიდი მოთხოვნაა
და გთხოვეს რომ მესამე ეტაპით ჩაგვეტარებინა ჩვენ მაგაზე მუშაობთ ძალიან აქტიურად ავტოდრომთან რომ მესამე ეტაპი იქნებ ღამის გავაკეთოთ რა იმიტომ რომ შუა ივლისში ანუ ერთი გვაქვს მაისში 4 მაისს სექტემბერში და შუაში ივლისი რო იყოს და ღამით ცოტა ისეთი საღამოს ეტაპი და დაღამებისას უკვე განათებულ ავტოდრომზე ძალიან მაგარი იქნებოდა. მაგაზე მუშაობთ, ნახოთ როგორ წავა მოლაპარაკებები რუსთავის ავტოდრომთან და თუ გამოვა, უკვე იქნება 3 დიდი ეტაპი. ძალიან კარგი. ესეც თხოვნით მრგოლელების, იმიტომ რომ 2 არ ყოფნისო და დაგვიმატეთო. კლასების მიხედვით რა ხდება? კლასების მიხედვით გადატენილია ყველა კლასი. ნახოთ რა როგორ იქნება, როგორ ჩავტევთ, იმიტომ რომ 95 მონაწილე იყო შარშან და მაგდენი ხალხი თვითონ ავტოდრომზე არასოდეს არ ყოფილა. რაც შარშან ყავდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ზონა და ყველაფერი გაიყიდა, რაც კი არსებობდა და ფიზიკურად ადგილი აღარ იყო არსად. წელს გვაქვს რაღაც სიახლეები, მეტი მონიტორები ჩამოგვაქვს, რომ მაყურებელმა გამეორებებს უყუროს, ასე შემდეგ ჩაოლებრივ სხვა ზონებშიც და ასე შემდეგ და VIP ზონასაც ძალიან კარგად ვაპირებთ, რომ მოვაწყოთ რა ავტომობილებს და მოიწონებათ ესეთ ძალიან დიდი ამბები გველოდება, ანუ ტრაგი საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო, აი ყოველთვის მე ხშირად დავდიოდი ხოლმე და ანუ გადაჭედილი იყო ხოლმე ტრიბუნები. თან ანუ ისეთი რაღაც არის, აი ყველა მრბოლელს თავისი გულშემატკივარი მოყვება ხოლმე, ყველა კლუბს თავისი გულშემატკივარი მოყვება და ანუ აი ძალიან ისეთი საინტერესო სანახაობა არის ხოლმე ყოველთვის. არის ის იდეაც, რომ აი დრაგს თვითონ არ მოყავს რა, ანუ გულშემატკივარს მაინც რაღაც ცოტა მონატრება ჭირდება, ცოტა ნდობა აქვს ბემეს კლუბის მიმართ უკვე 2012-დან რო ვატარებ და ამ შემდეგ. ანუ უბრალოდ დრაგით შეიძლება მოიყვანონ, მაგრამ მეორე და აღარ მოვიდეს თუ რამე არ მოეწონება და რა ვიცი, ასე ვთქვათ რაღაც ნდობა უკვე დამსახურეთ ხალხისგან, რომ მოდიან 2012 წლიდან და მოწონთ, ну, ბევრი რამე არის, რა თქმა უნდა, რაც განსავითარებელია, მაგრამ ძირითადი ნაწილი მოწონთ რა და ჩვენ კაი ტემპში მივყვებით ხოლმე, თორე ნამდვილად. მოყვარულთა ლიგასაც შევეხოთ ბარე. კი ბატონო. რა ეტაპზეა? წელს ვაპირებთ თუ არა ამის გაკეთებას და ვის შეუძლია და რა ავტომობილით მონაწილეობის მიღება. მოყვარულთა ლიგა გვექნება ქალაქებში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩავატარებთ წელს თუ არა, მაგას ზუსტად გადავწყვეტ დაახლოებით 1-2 კვირი, ანუ სანამ 6 აპრილამდე ყველა ვარიანტში გადაწყდება უკვე ეგ. და დრიფტის ლიგა მოიცავს სამოყვარულო სპორტს, წყვილში, დრიფტს და იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით. უკვე გვაქვს მოლაპარაკებები თელავი, ქუთაისი, ფოთი და რა თქმა უნდა რუსთავის ავტოდრომი და ეს ძალიან კაი შანსი იქნება მოყვარულებისთვის, რომ მთელ საქართველოში აჩვენონ თავიანთი უნარები. კი ბატონო, უსაფრთხოების ნორმებსაც რო შევეხოთ, პირობთ ანუ გადუგვა არ სჭირდება, ხო, ავტომობილს? არის მოთხოვნები იქნება, რა თქმა უნდა, რომ იმიტომ რომ წყვილში მოუწევთ მათ, გვექნება შეზღუდვები სიჩქარეზე, რომ ეს არ იყოს ისეთ სიჩქარე, რომ ერთმანეთი დააზიანონ სერიოზულად და ავტომობილი ან აწყობილი უნდა იყოს სრულად ქარხნულად, რომ თქვა სიტყვაზე იმ დაბალ სიჩქარეზე დაიცვას მაქსიმალურად, ან მთლიანად სპორტულად მომზადებული, დადუგული და ასე შემდეგ. კომბინეზონით და ასე შემდეგ. კი ბატონო. ყოველ წელს სტარდება ხოლმე BMW-ს ფესტივალი და რაღაც რეკორდიც გაქვთ მოხსნილი, რომელიც მახსოვს ადრე მიყვებოდი არ დასტურეს, ასე ვთქვათ, თუ არა აღნიშნეს. არა, დადასტურებულია უბრალოდ იმაში გინესის რეკორდებში არა გვაქვს გეტყვით, ახლა 2016-ში მაინც ფინანსურად არ ვიყავთ ისე ძლიერი გინეს რომ მივწერეთ. ჩვენი თანამშრომელი რო ჩამოვიდესო 10000 евро ჭირდებოდა მარტო ანაზღაურებად და პლუს გზა ის ასტუმროებისა 1-15,000 евро კიდე იყო და მეთქი მაგის საშუალება არ გვაქვს 1-2 ივენტ ჩავატარებთ გვირჩევნია რა მაგ ბიუჯეტით და საქართველოს რეკორდების ფედერაცია დაგვიდგა გვერდში დაითვალა სათითაოდ ავტომობილი და 850 ავტომობილი BMW კონკრეტულად გავატარეთ ქალაქში მაგის კადრებსაც რა თქმა უნდა მოგაწვდით რომ აჩვენოთ ყველა მიცის და ეს ამ სოფლიო რეკორდი ქალაქში რაც გაუვია ამ ხოლმე კოლონას მე ვიყავი ოღონდ მე-10 არ ვიყავი შემოგიწვა იქ ჩანდა 1-2 მარშრუტი მე ვიყავი ჩემი ჰონდით მახსოვს მაგრამ ეხლა თუ ჩაატარებთ უკვე BMW-ი გეახლებით სიამოვნებით ჩვენი დრიფტერებიდან ვინმე თუ მიდის საზღვარგარეთ რომელიმე ჩემპიონატზე
პირველად ჩვენს ისტორიაში პრეცედენტი გვაქვს, რომ სამის რომ აი სრულფასოვნად დააფინანსა. სრულფასოვნად როგორ, ნახევარი და ნახევარი სპონსორმა კერძო და ირაკლი შალიკაშვილი წავიდა უკვე ესპანეთში. სამწუხაროდ პირველ ეტაპზე ძრავი გაუფუჭდა. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპებზე უკვე სრულფასოვნად გამოვა და ჩვენს დროშას ააფრიალებს რა. რამდენი ეტაპი უნდა იაროს? სრულად აპირებს ესპანეთის ჩემპიონატის სიარულს. ესპანეთი ქვია, მაგრამ რეალურად მთელი ევროპა ჩადის ამ ესპანეთზე, როგორ ვთქვათ, მოსათელი ადგილია, იქ რომ ნახოს ეს ნახევრაცლიკებზე როგორ მოძრაობს ავტომობილი და ამ შემდეგ და გამოვა ევროპის დრიფტ მასტერსზე. ასევე ორ ეტაპს აპირებს, ფინალურ სრულეჭველი აპირებს, მაგრამ მე მგონი ბოლო ორს ივლის რა და დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგად წარმოადგენს თავის თავს და ჩვენს ქვეყანას. მინდა მაყურებელს ასევე დავუანონსო, რომ დრიფტის და დრაგის ჩემპიონატი BMG-ს პირდაპირ ეთერში გავა. ოღონდ ეს იქნება უკვე ბოლოსკენ ფინალური ეტაპები. კი ბატონო, ამის კალენდარსაც ჩვენ გვერდზე დავდებთ, სადაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ, ნახოთ, როდის დაიწყება. ეგ ძალიან კარგი იქნება, ჩვენც მეტი მომზადება დაგვჭირდება, რომ დავამტყოთ ზუსტად იმ დროს, როცა ეთერში შევდივართ, დავიჭიროთ კაი უკვე ყველაფერი გავამზადოთ და საკმაოდ უკვე მაღალ დონეზე გვექნება ყველაფერი თქვენი live stream-ით, ჩვენი, რა თქმა უნდა, live stream-ი ინტერნეტში მაინც გვექნება ყველას და ასევე უკვე ეთერში გასვლა მეტ საშუალებას მიცემს როგორც მრბოლელებს, ასევე ჩვენ სპონსორებს, რომ თავი გააცნოთ. მედანიკაც ადგილზე ვიქნებით, იქიდან ჩაგერთვებით. ჩართვებით, მრბოლელებთანაც გავისაუბრებთ და მოკლედ, აი, ვინც არ დადიხართ ხოლმე მსგავს ივენთებზე, გაჩვენებთ რა ატმოსფერო ტრიალებს, რა ხდება დახურულ პარკებში, როგორ ემზადებიან შიდა სამზარეულოსაც გაჩვენებთ. შიდა სამზარეულოსაც შეგეხედებთ რა ხდება შიგნით. გიგი, როგორც ვიცი, საქართველოს დრიფტის ისტორიის შესახებ პატარა ჩანახატი გაქვს მომზადებული, რაც მე მგონი არ აქვს, ხო, არავის ნანახი. არავის არ აქვს ნანახი და ქიზდეოლის ფარგლებში შარშან გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, ეს ჩანახატი და თქვენი ეთერის მეშვეობით ექსკლუზიურად შეგვიძლია ეს პატარა 10 წუთიანი ვიდეო ნახოთ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო გიგი ტუღუში. ძალიან დიდი მადლობა გიგი მოგზაურობისთვის და შენი დროისთვის. თქვენ კი შეგიძლიათ იხილოთ როგორ შეიქმნა საქართველოში დრიფტი და ჩვენ სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. ნებისმიერ სპორტის სახეობას თავისი ისტორია გააჩნია და მე მეამაყება რომ წარმოვადგენ ისეთ სპორტს კი არა ცხოვრების სტილს მე ვიტყოდი, რასაც ავტოსპორტი ქვია. საქართველოში ავტომობილებისადმი სიყვარული ყოველთვის პოპულარული იყო. მუდამ გაიგებდით ქალაქში ავტომობილის იმ ხმას, რომელიც გვახვედრებს, რომ ადრენალინმა მოიმატა მძღოლის ორგანიზმში. წლების მანძილზე ავტოსპორტში ჩემპიონატები არ არსებობდა, რის გამოც მოყვარულ მრბოლელებს ქუჩაში უწევდათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა. უკვე 10 წელზე მეტია ტარდება GDS საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში და საქართველოს მსოფლიოს რუკაზე აღინიშნება როგორც ერთ-ერთი ქვეყანა პროფესიონალი მრბოლელებით. დრიფტი დაფუძნდა იაპონიაში 1970-იან წლებში, როდესაც იაპონიის მთებში მოასპარეზე მრბოლელებმა დაიწყეს მოცურებული ავტომობილით სიარული. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში დაიხვეწა და ჩამოყალიბდა სპორტის სახეობა დრიფტი, რომელიც უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მე მიმაჩნია, რომ დრიფტი ეს არის დამატებითი თავისუფლების ხარისხი. ეს არის თავისუფლება, ეს არის თავისუფალი ცურვა. თავისუფალი დრეიპი. რალის რო შევადაროთ, ხო, ძალიან კაი არალი, ხო, ვიღაცა მრბოლელი დადის 200-ით ტყეში და ვერავინ ვერ ხედავს ამას და დრიფტის უნიკალურობა იმაშია ზუსტად, რომ ერთ მოედანზე ხდება და აბსოლუტურად ყველა მაყურებელს შეუძლია შეიგრძნოს, დაინახოს, ნახოს და ბევრი ექშენი წამში მიიღოს, ვიდრე რაღაცა მთელი დღე ელოდოს და ვიღაცის გავლას შეხებს. სპორტი არის შოუ. ანუ ეს ბევრი ბოლი, ეს ბოლელების სხვადასხვა ხასიათის ანუ ყველა მომენტში არის რაღაცა საინტერესო, რასაც დაინახავ და რასაც მოეჭიდები დრიფტის სერიებში. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვთქვათ, რომ ყველაზე პრესტიჟული არის წრიული რბოლა, ან არის რომელიმე სხვა რბოლა, იქ სადაც მაყურებელი ხედავს თავის თვალწინ სრულ ციკლს შეჯიბრების, ინტერესი არის ძალიან მაღალი
კონცენტრაციის. მე სანამ დრიფტის წამყვანი გავხდებოდი, მანამდე ჩემს წარმოდგენებში ვინაიდან ავტო მოყვებრო, ფიქრობდი, რომ ოდესღაც მეც სწავლე მეთქი ავტოსპორტში. აი ახლა მართლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფიქრი და პროგნოზი განახევრებული არ არის, უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ როდესაც ამ ყველაფერს შიგნიდან უყურებ, ვერავინ ვერ წარმოიდგენს ეკრანიდან რამხელა შრომას დებენ ეს ბიჭები რეალურად იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ემსახურონ. გონია რომ ეხა დაეჯახება, გატოტალდება ერთი, მაგრამ არა, ანუ იმდენად ახლოს და პროფესიონალურად მიყვებიან ერთმანეთს, აი ეს იწევს სხვა ემოციას რა, აი არ არსებობს რომ არ გამოიწვიოს ემოცია, თუნდაც უნდა წარმოიდგინო ეხლა აი მან მაღალ სჩხარეებზეა ხო ლაპარაკი 160-ით კონტროლო ავტომობილი ერთი შეხედვით უკონტროლო, თუმცა თავიდან ბოლომდე კონტროლირებადია პილოტისთვის. აი სპორტზე რო გიждდებოდნენ, ვერ ხვდებოდი ფეხბურთი არ მიყვარს და მართლა ვერ ხვდებოდი ხოლმე რატო გიждდებიან. აი დრიფტში რომ მოვედი მივხვდი რას ნიშნავს, როდესაც აზარტში გაგდებს კონკრეტული სპორტი და სულ გინდა რომ უყურო. ყველა ქვეყანა ატარებს ეროვნულ პირველობას, მათ შორის ყველაზე წარმატებულია D1 იაპონიაში, ფორმულა დრიფტ ამერიკაში, RDS რუსეთში და ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი დრიფტ მასტერს ევროპის პირველობა, სადაც შარშან 20 ქვეყანა მიიღო მონაწილეობა და ფინალი კი ვარშავაში, ცენტრალურ სტადიონზე 60,000 გულშემატკივრის წინაშე ჩატარდა. ამ მომენტისთვის ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 2 ქართველ მრბოლელს აქვს მონაწილეობა მიღებული. GDS-ის 2023 წლის ჩემპიონს მევლოდ მელაძეს და საქართველოს 4 გზის ჩემპიონს ნოდო კოდუას. ეს იყო BMG ავტო, ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად, ჩვენ კი 2 კვირაში დაგიბრუნდებით.